ბავშვებო, ძალიან მაგარი რაღაცა გავჩითე, მოდით აქეთ. რა გაჩითე, სასუსნავი? არა, სასუსნავი არ არის. და რომ ციყოს მაინც არ გაჭმევდი მაქვს კვინტლიანი ხელებით. დედაჩემმა მომიყვარო ერთხელ ერთი ბავშვი იყო და ცხვიშითიც და მოკვდაო. კარგით ხო. რა გაჩითე თქვი? სკოლაპი ხო გაქვთ ორივეს, გახსენით მიდით და მანდ არის სხვა სამყარო და ეგ ნახეთ. მოაგროვე გლიტერები და გადაცვალე სარგებელში. რა მაგარია ვისარგებლოთ? ცოტნემაც მითხრა ჩამოვალო, დავალებებს წერდა. შეიძლება ის უნამტერალები ჩამოვიდეს და არაფერი არ შეიმჩნიოთ, ვითო არ ეტყობა ცრემლების სახეზე. დედაჩემმა მომიყვარო თურმე ცოტნე უთრევია დედამის თმებით. რო გაუშვა თურმე თმები ქონდა ხელში შერჩენილი. რა დროს თმებით თრევა დავალებებია შესასრულებელი და ყველაფერი 10 მისიის შემდეგ გახდება ცნობილიო, დავიწყოთ რა. ბავშვებო, შეხედეთ იქით ქურდი ვიღაც გარს ჩანთას ართმევს. აუ როგორ ჩხუბობენ. ომარიკო, დედა შენია ეგ ქალი. დეგენერატო შენ. ომარიკო, მოდი მომეხმარეთ, კაცო. რა მოხდა ქალბატონო შემთხვევის ადგილზე? აბა მოგვიყევით. ეხლა მოგიყვებით ყველაფერს. მოვარდა ეს დეგენერატი მართლდა ჩანთას და გავუწია წინააღმდეგობა. ხოლმე დედაჩემს დავყავდი ხოლმე ტანმარჯიშზე და რაღაცა ეს ენერგია ამაკლდა არასდროს. დავარტყი ჩანთა და მე ეს ბავშვებიც მოვარდნენ ურტყეს ამათმაც და ეგ იყო. ეს შუაში რა თქოს მოთაშორე ეს ლამაზი ბავშვი ჩემი შვილია, ხო, ჩემი ბიჭი. ჩვენ ბერსეთკასთან ვისხედით და სხვა სამყაროს მისიებს ვასრულებდით. თვასომ დაინახა დედაჩემი და გამოვიქეთით აქეთ. აჰა, 4 ბავშვი იყო, ესე თქვით წეღან და აქ რო 3 არიან. ეგ ცოტნე იყო, დედამისმა წაიყვანა ქოჩრით. მაგათ ასახში არ მიხვდეთ, რომ დაპატიმრება მოგიწევთ დედამისის.